მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, რომ ბაჩო ახალაია იყო ამ ყველაფერში ჩართული. 4 ოქტომბრის მოვლენებში ბაჩო ახალაიას როლზე გამოძიებას დღეს თამარ ჩერგოლეიშვილმა უამბო. ჩერგოლეიშვილმა მაგისტრი მოსამართლის წინაშე თქვა, რომ სახელმწიფო გადატრიალება ახალაიას სახლში იგეგმებოდა და დეტალები პატიმარ სააკაშვილთან თანხმდებოდა. თუმცა ამ ინფორმაციის საფუძვლად ოპოზიციის საჯარო განცხადებებს და საკუთარ დასკვნებს ასახელებს. Თქვით რომ ბაჩო ახალაიას სახლში მიმდინარეობდა ეს რაღაცა დაგეგმარება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ასე იყო. უბრალოდ მე ამის მოწმედ ვერ გამოვდგები. უბრალოდ ეს ყველაფერი მე ვიცი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით პირველ რიგში ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავას, რაც მთავარია ანი ნადარეიშვილის, ბურჭულაძის საჯარო განცხადებებიდან. თამარ ჩერგოლეიშვილის გარდა გამოძიებამ დღეს კახა კვეკესკირსა და ნადიმ ხმალაძესაც მოусმინა. ნადიმ ხმალაძე, რომელიც 4 ოქტომბრამდე საჯაროდ ამტკიცებდა, რომ აქციის ორგანიზატორებთან 24 საათიანი კომუნიკაცია ჰქონდა, ახლა კახა კვეკესკირის მსგავსად. თან ამბობს, რომ მათთან არასდროს უსაუბრია და თან ადასტურებს, რომ დამხობის საორგანიზაციო შეხვედრებს ესწრებოდა. ბაჩოსაც ვიცნობ, შევარდნაძესაც ვიცნობდი, არც ერთ საორგანიზაციო თუ რაიმე ჯგუფში არასდროს ყოფილვარ რამდენი წლის განმავლობაში. ორგანიზაციულ საკითხებში მე არ ყოფილვარ, ოფისში თუ ყოფილვარ ერთი ორჯერ. პაატა ბუჭულაძის მივყევით ერთხელ. 4 ოქტომბრის რევოლუციურ პროცესებში ბაჩო ახალაიას როლს ახლა გამოძიება სწავლობს. გამოძიების შედეგებს ელოდება მმართველი გუნდიც, თუმცა ახალაიას წარსულის გათვალისწინებით დამხობის გეგმაში მის მონაწილეობას არ გამორიცხავენ. ბაჩარასთვის ეს მშვიდობიანი აქცია იყო, მშვიდობიანი ჩადენილი დანაშაული იყო, მშვიდობიანი შეჭრა და თავდასხმა შტურმი სტრატეგიულ ობიექტზე, გამომდინარე იქიდან ის რა მაღნებლობებიც აქვს კონკრეტულად უშუალოდ ბაჩო ახალაიას, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, ის არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი მწამებელი, რომელიც ქმნიდა რეჟიმს, სადაც სისტემატიურად და სისტემურად ირღვევოდა ადამიანის უფლებები. არსებობს მაღალი ალბათობა იმის, რომ ბაჩო ახალაია და სხვა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები და ლიდერები იყვნენ აქტიურად ჩართული 4 ოქტომბრის საქართველოს და ქართული სახელმწიფოს დამხობის ოპერაციაში, რომელიც ჩავარდა ამ კუთხით მნიშვნელოვანი, რომ ყველამ გამოძიებას მიცეს ჩვენება. სანამ თამარ ჩერგოლეიშვილი ალაპარაკდებოდა, მანამდე ბაჩო ახალაიას გვარმა 4 ოქტომბერთან კავშირში ორჯერ გაიჟღერა. პირველად უკრაინიდან შემოტანილი ჰექსოგენის საქმეში, მეორედ კი აუდიო ჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობასაც ახლა გამოძიება სწავლობს.